ალბეთ ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასალური ოპოზიციური პარტიები. მათ შორის პოლიტიკური კოალიცია ლელოძლიერი საქართველო, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს სახით. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩვენს გუნდთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ლელოს და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან მოქალაქეებთან პოლიტიკური კომუნიკაციით, საუბრით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, მანამ სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება. გამარჯვება, რასაც იმსახურებს საქართველოს მოქალაქეები, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება, დამთავრება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა სტრატეგიული წინააღმდეგობის ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. მადლობას ვუხდი გუნდს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ლელოს ძლიერ საქართველოს კოალიციას, ჩვენ პარტნიორს ალეკო ელისაშვილს და მის თანამებრძოლებს იმისთვის, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად მივართ გამარჯვებამდე. მადლობა.